თავი მეშვიდე. შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს. რადგან ფარისეველნი და იუდეველნი ყველანი იცავენ წინაპართა ჩვეულებას და ისი არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი. ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად. სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში. მაშინ კითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა. რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემის მიხედვით და დაუბანელი ხელებით ჭამენ პურს? ხოლო მან უთხრა მათ, კარგად წინასწარმეტყველებდა თქვენისთანა თვალთმაქცევზე, ესაია წინასწარმეტყველი, როგორც წერია. ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. ამაოდ მეკცევიან მოწიწებით, ასწავლიან რა მოძღვრებებს, ადამიანურ მცნებებს. ვინაიდან თქვენ მიგიტოვებიათ ღვთისმცნებანი და იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების, თასებისა და მრავალი სხვა ამგვარის გავლებას. უთხრა მათ, კარგია განა რომ ღვთისმცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ. მოსემ თქვა, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამისა კი დედისა აუგის მთქმელი, სიკვდილით მოკვდეს. თქვენ კი ამბობთ, თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას, კორბან, ესე იგი ძღვენიო, ღმერთს, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, მას თქვენ ნებას ართავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის. თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, აუქმებთ ღვთის სიტყვას და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავს. მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა, მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ. არაფერი ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს. როდესაც ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა კითხეს მას იგავზე. მან უთხრა მათ, ნუ თუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუც მისი წაბილწვა, ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ფეხის ალაგში. ამით წმინდად გამოაცხადა ყველაფერი საზრდო. შემდეგ უთხრა, კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს, ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტის რახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, ზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნობა და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს. ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. ვინაიდან მის შესახებ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულსაც არაწმიდა სული ჰყავდა, მოვიდა და დაემხო მის ფერხთით. ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი. ემუდარებოდა, რომ განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან, ხოლო იესომ უთხრა მას, მოითმინე, ჯერ შვილები გაწყდნენ, თორემ არ არის კარგი შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. მან მიუგო და უთხრა, მართალია უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს. მან უთხრა, მაგ სიტყვისათვის წადი, ეშმაკი გასულია შენი ასულისაგან. წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო. კვლავ გამობრუნდა ტიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვისკენ, 10 ქალაქის საზღვრების გავლით. მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ ხელი დაედო მისთვის. წაიყვანა იგი ცალკე ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო და ანერწყვა და შეეხო მის ენას. ცასახედა, ამოიოხრა და უთხრა მას, ეფათა, რაც არის განიხსენ. მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა, უბრძანა მათ. არავისთვის ეთქვათ, მაგრამ რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ, ყოველივე სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას აძლევს და მუნჯებს ალაპარაკებს.